პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით. მინდა წარმოგიდგინოთ ის ძირითადი მიმართულებები და ის ღონისძიებები, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს და რა პროგრამების განხორციელებასაც აპირებს, როგორც უახლოეს მომავალში, ასევე საშუალო ვადიან პერსპექტივაში. ბევრი მათგანი ჩვენი უწყების ღონისძიებებია, არის ზოგიერთი, რომლებსაც უწყებათა შორისი ხასიათი აქვს. ასევე მინდა აღნიშნო, რომ დღეს, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორც რეგიონული პრობლემებიდან გამომდინარე, ასევე ნავთობის ფასის კლებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას მთლიანად ეკონომიკური გუნდის მხრიდან. ჩვენ უნდა დავძლიოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტები, რომლებიც გამოიწვია უკვე ხსენებულმა მოვლენებმა და ამისათვის გვაქვს და ვახორციელებთ უკვე ძალიან მნიშვნელოვან კონკრეტულ დროში გაწერილ გეგმას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის მიღწევა, არამედ ჩვენი მიზანი არის მაქსიმალურად ისიც, რომ მაქსიმალურად გავუიოლოთ ამ ეფექტების გადატანა ყველაზე მეტად მოწყვლად ფენას მოსახლეობის. მოგეხსენებათ, რომ მე აღარ შევჩერდები, ვინაიდან დროში მართლა შეზღუდული ვართ იმაზე, თუ რა ეფექტები უკვე მოიტანა ევროპასთან ასოცირების შეთანხმებამ და ამას რიცხვებში გამოხატულს ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. თავარი ერთ-ერთი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმებს, ყველაზე მეტად კერძო სექტორის დაინტერესებისთვის ვიტყვი, რომ სახელმწიფოს აქვს გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებები მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების კუთხით, რათა მათ გაუიოლოს ასოცირების შეთანხმებით გამოწვეული განპირობებული რეფორმებთან შეგუება და მათი ადაპტირება ახალ გარემოებებთან. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პრიორიტეტების განხორციელებისთვის ხელი შემშლელი ფაქტორების და ბარიერების მაქსიმალურად ჩქარა იდენტიფიცირება და შესაბამისად მათი მინიმიზაცია, რაზედაც ჩვენი სამინისტრო კერძო სექტორთან და შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპმა წინასწარი შეფასებით 4,8% შეადგინა, ეს არის რეალური ზრდის მაჩვენებელი, დაგეგმილი იყო 5% და ბოლო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა ძირითადად განაპირობა ის, რომ 0,2%-ით ნაკლები ზრდა მივიღეთ შარშან. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილების შემცირება მოხდა 77,7 მილიონი ლარით. აღსანიშნავია, რომ 4,8%-იანი ზრდითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო კვლავ წინ უსწრებს დსთ-ს რეგიონის ქვეყნებს, გარდა რამოდენიმე ქვეყნისა, ეს არის ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნები და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო ლიდერობს ზრდის მაჩვენებლით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც თვითკმაყოფილებას ვართ მიცემული, ნამდვილად არ ნიშნავს, ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი ზრდა გვჭირდება გამომდინარე საკმაოდ დაბალი საბაზისო მაჩვენებლებიდან. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2015 წლის თებერვალსა და მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალი ტემპები დაფიქსირდა, ეს იყო 4,9% და 4,3%, იანვარში იყო 0,5% და კვარტალურმა ზრდამ წინასწარი მაჩვენებლით 3,2% შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გახლდათ $1,272 მილიონი. ეს იყო 35%-ით მეტი ვიდრე 2013 წლის მაჩვენებელი, ხოლო 39%-ით მეტი ვიდრე 2012 წლის ანალოგიური მონაცემი. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით საქართველომ დააფიქსირა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ. რაც შეეხება ლარის კურსს, ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მტკივნეულად აისახა დოლარის კურსის
გლობალური გამყარება მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ვალუტების მიმართ, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შემცირებაზე დოლარის მიმართ ზემო აღნიშნულთან ერთად სხვადასხვა ფაქტორებმაც მოახდინა გავლენა, მათ შორის როგორც ეკონომიკურმა, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები იყო და რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა. აღსანიშნავია, რომ თუ 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით 2014 წლის 30 აპრილთან შედარებით დოლართან მიმართებით აზერბაიჯანული მანათი 33.7%-ით, მოლდოვური ლეი 34%-ით, რუსული რუბლი 45%-ით, ლარი 30.4% არის გაუფასურებული. დოლარის მიმართ გაუფასურებულია ევროპული ქვეყნების ვალუტებიც, მათ შორის ზლოტი პოლონური 19.5%-ით, ჩეხური კრონა 25%-ით, ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.5%-ით გაუფასურდა და ასევე მოლდოვის ეროვნული ვალუტა 6.3%-ით ევროსთან მიმართებაში, აზერბაიჯანული მანათი 7.1%-ით, რუსული რუბლი 14.7%-ით, უკრაინული გრივნა 47%-ით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში. ლარის კურსის დოლარის მიმართ უარყოფით ცვლილებაზე განსაკუთრებულად იმოქმედა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კლება. 2014 წლის განმავლობაში ექსპორტი შემცირდა 1.6%-ით, აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს იყო 47.3 მილიონი დოლარი. 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით ექსპორტი შემცირდა 27.7%-ით, აბსოლუტურ მაჩვენებელში ეს არის 192 მილიონი დოლარი. ფულადი გზავნილები, ასევე ფულადი გზავნილების მიმართულებით უარყოფითად აისახა არსებული მოვლენები. 2014 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2.5%-ით ნაკლებია 2013 წლის მონაცემებზე. წმინდა ფულადი გზავნილების 4%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელზე. 2015 წლის იანვარ-მარტში, რაც ალბათ ყველაზე მეტად საინტერესოა, საქართველოს შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 250 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც 74 მილიონი დოლარით, ანუ 22.8% არის ნაკლები 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან. წმინდა ფულადი გზავნილები ასევე 27%-ით არის ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან. ანუ ძირითადი მიზეზი სავალუტო შემოსულობების შემცირების გახლდათ ექსპორტის კლება განსაკუთრებით პირველი 3 თვის განმავლობაში და ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენცია. არსებული გამოწვევების დასაძლევად მთავრობა ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რაც რამოდენიმე მიმართულებაში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა ეს არის მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა. ჩვენ სამინისტროში დაფუძნდა მეწარმეობის მხარდაჭერის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა აწარმოეს საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია უკვე დაწყების დღიდან არის 257.000 ლარი. ასევე უნდა აღინიშნოს და ამას ალბათ სოფლის მეურნეობის მინისტრიც აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასევე ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი აგრარული სექტორის მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ინვესტიციები რამდენიმეჯერად მეტია კიდევ უფრო ამ მაჩვენებელზე. აწარმოეს საქართველოში პროგრამაში ჩართული კომპანიების რიცხვმა უკვე 70-ს გადააჭარბა, ეს არის 72 ბენეფიციარი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმ მოკლე ვადას, რაც გასულია პროგრამის დაწყების დღიდან, ანუ ივნისიდან. მიკრომეწარმეობა და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტი, ეს არის 20 მილიონ ლარიანი პროექტი, რომლის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხორციელდება 5,000 ლარის ოდენობით მიკროგრანტების გაცემა მიკრომეწარმეებზე, რომლებიც განახორციელებენ სოფლად მიკროპროექტებს. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და უკვე ხორციელდება მთელ რიგ რეგიონებში. პროექტი ითვალისწინებს ასევე 4,500-მდე ადამიანისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესურად გაიაზრონ თავიანთი ინიციატივები და სწორად ჩამოაყალიბონ წინააღმდეგობები, რათა შემდგომში მოხდეს მათი დაფინანსება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკონომიკის
სტრუქტურული დივერსიფიკაციის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ინდუსტრიული განვითარების საკითხებზე და შექმნილია სპეციალურად ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც მუშაობს განვითარების პოტენციალის მქონე დარგების აღმოჩენაზე, ანალიზზე და ამ პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართვაზე. დარგების ვერტიკალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ანუ ღირებულებათა ჯაჭვებში ჩავარდნების გამოვლენაზე და ამ ჩავარდნებზე მთავრობის ძალისხმევის ორიენტირებაზე, კერძო სექტორთან დიალოგი, დარგების განვითარების ბარიერების იდენტიფიკაცია და მათი მოხსნა. ამჟამად იმპლემენტაციის ეტაპზეა შემდეგი პროექტები: სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების დარგის განვითარება, შემუშავებულია 3 ახალი საწარმოს დაფინანსების ბიზნეს გეგმა, საერთო საინვესტიციო ღირებულებით $10 მილიონი, კერამიკული ფილების წარმოება, მომზად და კერამოგრანიტის ფილების წარმოების ბიზნეს გეგმა, საინვესტიციო ღირებულება $10 მილიონი, წვანილის ექსპორტი ევროპაში. მოგეხსენებათ, რომ წვანილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად ხელი შეუწყოთ მასშტაბურ ექსპორტს ევროპაში. ამისთვის ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, აგრეთვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამაგალითო სასათბურო მეურნეობის შექმნის ბიზნეს გეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ცოტა ბოდიშვიხტი ყველასთან რა, თორე ზუზუნი ისმის და უშვიხტი. ეს პროექტი განსაკუთრებულ დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია. ყველაზე მთავარი, რაც მინდა აღნიშნო, რომ ეს პროექტები არ იქნება სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული, რამოდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ. ძირითადი წამყვანი ძალა იქნება კერძო სექტორი, თუმცა პარტნიორობის მოდელები იქნება გათვალისწინებული როგორც საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, ასევე პროგრამა აწარმოეს საქართველოში ფარგლებში. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიმართულებით ჩვენს მიერ განხორციელებულ ძალისხმევას რაც შეეხება, ჩვენ საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობთ 2 ახალ საკანონმდებლო პაკეტზე. ეს არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ინვესტიციების ხელშემწყობი კანონმდებლობის შეცვლა და ასევე კონკრეტული პროექტების დაპაკეტება. შემიძლია შევჩერდე რამოდენიმეზე, როგორიც არის მაგალითად წყალტუბო სპა კურორტის რეაბილიტაცია და განვითარება. ჩვენ უკვე დავასრულეთ ავსტრიულ კომპანია Call & Partners-თან ერთად ამ კურორტის ზონირება და კვლევა. ასევე ამჟამად მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად ფრანგულ კომპანია ვიშის მეშვეობით თვითონ ამ კურორტის საერთაშორისო ფაქტიურად სერტიფიცირება, მისი წყლის და ამ წყლის თვისებების. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის წლებით გამოცდილი ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი, თუმცა დღემდე საერთაშორისო დოკუმენტალურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა და სწორედ ამისთვის უმაღლესი რეპუტაციის მქონე კომპანია დღეს ახორციელებს ამ მიმართულებით კვლევას, რათა ეს დოკუმენტურად იქნას დადასტურებული და ეს რამდენიმეჯერად გაზრდის უკვე ამ პროექტის კაპიტალიზაციას უკვე ამ კვლევის დასრულებით და ამ კურორტზე იგეგმება რამოდენიმე ძალიან მსხვილი ინვესტიცია, $10 მილიონობით ინვესტიციაზეა საუბარი და ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ასევე სამთო კურორტების მიმართულებით შარშან განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, უკაცრავად ძირითად ინფრასტრუქტურაში. ეს იყო ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს ჩვენ დავასრულებთ და გავაგრძელებთ ასევე გუდაურის მეორე ტრასაზე ამ აპარატურის დამონტაჟებას, ასევე გუდაურსა და ბაკურიანში წელს დასრულდება 2 ტბის მშენებლობა, რათა უკვე სრულყოფილად დაიწყოს ამ სისტემამ ფუნქციონირება. ასევე წელს იგეგმება და დასრულდება, არა დაიწყება, დასრულდება კიდევაც გუდაურსა და ბაკურიანში დამატებით გუდაურში ერთი სათხილამურო საბაგირო გზის დამონტაჟება, ასევე ბაკურიანში წელს აღდგება კოხტას ტრადიციული ტრასა და უფრო გაგრძელდება ამ ტრასის სიგრძე. ეს ნამდვილად ახალ მეორე სუნთქვა შეძენს ბაკურიანის კურორტს და ძალიან კარგია და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე მივახციეთ საჯარო კერძო პარტნიორობის მოდელს კერძო კომპანიასთან. ეს არის TBC ჯგუფი, რომელთან ერთადაც გავიყოფთ ამ ინვესტიციების ტვირთს და ეს ჯგუფი განახორციელებს 500 სასტუმრო ოთახის მშენებლობას
ამ კურორტზე, ბაკურიანის კურორტი მას მხედველობაში და ეს დაგეგმარდება საუკეთესო ალპიური სტანდარტების მასტერ პლანინგის კომპანიების მიერ, რაც თვისობრივად შეცვლის მთლიანად ამ კურორტს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანში წელს დამონტაჟდება გერმანული კომპანიის მიერ ზაფხულის ატრაქციები, რაც ამ კურორტს ისედაც გახლავთ ეს 4 სეზონიანი კურორტი, მაგრამ კიდევ უფრო განამტკიცებს ამ კურორტის 4 სეზონიან იმიჯს. ასევე უნდა ითქვას, რომ საქართველოში შემოვიდა ახალი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიც არის რიქსოსი, ბორჯომში, პარკინ ბაი რედისონი თბილისში, მოქსი, ეს არის მერიოტის უფრო დაბალპროფილიანი სასტუმროთა ქსელი და ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ასევე 2016 წელს დასრულდება მილენიუმის 220 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ასევე ისეთი პროექტები, როგორიც არის ინტერკონტინენტალი, კემპინსკი, სტარვუდი, მერკური, ჰაიატი და სხვა. არა, ეს არის რეგიონებიც. უნდა ითქვას, რომ ქუთაისში დასრულდება Best Western-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა და კომპანია, რომელიც ახლა მე ვსაუბრობ, რეგიონების მიმართულებით 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს. ეს არის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი Best Western-ი, რომელიც საქართველოში ასევე შემოვიდა, რაც ჩვენ ძალიან გამოგვადგება ტურიზმის განვითარებისთვის, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშისთვის, რომელსაც ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიზიდავთ. მთლიანობაში ამ 2 წელიწადში 2182 ოთახი დაემატება საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შემატებაა. ასევე ჩატარებული ღონისძიებების კუთხით მინდა ვთქვა, რომ სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით ჩატარდა ბიზნეს ფორუმი საქართველოს რეგიონული ცენტრი და აზიის დამაკავშირებელი ევროპასთან. ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მომავალ კვირაში ტარდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა პირველად საქართველოში, რომლის განმავლობაში კავკასიაში, რომლის განმავლობაშიც 3000-მდე ძალიან მაღალი დონის სტუმარი, როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები ჩამოვლენ საქართველოში. ასევე წელს ტარდება შავი ზღვის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში, ასევე პირველად ტარდება ასეთი შეხვედრა და შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება აბრეშუმის გზის ფორუმი ოქტომბერში, 16 და 17 ოქტომბერს, რაც ასევე განამტკიცებს საქართველოს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძური ქვეყნის იმიჯს. მიმდინარე პროექტებზე, პრინციპში გესაუბრეთ საკანონმდებლო პროექტებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ 31 ქვეყანასთან განვაახლეთ მოლაპარაკებები ინვესტიციების დაცვის ორმხრივ ხელშეკრულებებთან მიმართებაში. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებს მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის პროექტით გათვალისწინებული არის 2015 წლის განმავლობაში დაიწყო 3 წლიანი პროგრამა, რომლის განმავლობაშიც 44,5 მილიონი ევრო იქნება გათვალისწინებული სპეციალურად ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებით რეფორმების განხორციელების მომენტში კერძო სექტორის დახმარებისთვის ამას ხარს უსვამ. ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ასევე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობის განხილვის მიზნით შეიქმნა ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე ჩატარდა მისიის შეხვედრა. გუშინ დასრულდა ჩემი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში ამერიკაში, ასევე სავაჭრო ურთიერთობებზე მიძღვნილი შეხვედრა და ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტი ივნისის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელთან შეხვედრისათვის. ჩინეთთან ურთიერთობა მინდა განსაკუთრებულად გამოვყო. ასევე 2 თვის წინ შედგა შეხვედრა პეკინში ჩინეთის კომერციის მინისტრთან და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც არის ნამდვილად ისტორიული მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის და ასევე გაკეთდა ერთობლივი განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის ერთობლივი განცხადება თავისუფალი ვაჭრობის
შესაძლებლობის ერთობლივი კვლევის შესახებ, რომელიც სექტემბერში უნდა დასრულდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას უხსნის საქართველოს ბიზნესებს და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, კერძოდ ჩინეთის მიმართულებით თითქმის 200%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტის კუთხით. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს მოგეხსენებათ, რომ 5%-ით გაიზარდა, იყო 7%-იანი ზრდა იმპორტის და 1.6%-ის კლება ექსპორტის მიმართულებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის მონაცემებით ჩვენ მქონდა ძალიან დადებითი დინამიკა და რომელიც ასევე გრძელდება 2015 წლის იანვარ-მარტში, მიუხედავად მთლიანი ექსპორტის კლებისა, ევროკავშირში ექსპორტი 21%-ით გაიზარდა. ეს არის ძალიან კარგი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ ასევე იმას, რომ 122%-ით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე თურქეთში ექსპორტი 67%-ით გაიზარდა 2014 წლის მდგომარეობით და ესაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10%-ით შემცირდა მთლიანობაში, როგორც მოგახსენეთ 27%-იანი კლება აღინიშნა ექსპორტში, თუმცა იმპორტში 3%-ით შემცირდა ბრუნვა, რაც უკვე იძლევა იმედს იმისი, რომ სავალუტო გეპი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თანდათან დაკორექტირდება. ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის კუთხით ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მოიცავს სტანდარტიზაციას, აკრედიტაციას, მეტროლოგიას, შესაბამისობის შეფასებას და ბაზრის ზედამხედველობას. ეს ყველაფერი გათვალისწინებული არის ასოცირების შეთანხმებით და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებით. ამაზე დეტალებში აღარ შევჩერდები, ვინაიდან დრო გვაქვს შეზღუდული. ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენ უნდა ვიხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა წამოვიწყეთ და დავაარსეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული. ამ სააგენტოს ფარგლებში უკვე განხორციელდა რამოდენიმე პროგრამა, სადაც დაჯილდოებული იქნენ ახალგაზრდა ინოვაციური ტალანტით დაჯილდოებული ახალგაზრდები, გამოიყო სპეციალური გრანტები, ასევე წელს დასრულდება ოქროყანაში 1.8 ჰექტარზე განლაგებული ახალი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა, სადაც იქნება სპეციალური სივრცე გათვალისწინებული ყველა იმ ადამიანისათვის, როგორც ახალგაზრდისთვის, ასევე არაახალგაზრდისთვის, რათა მათ მოახდინონ საკუთარი ინოვაციების კომერციალიზაცია. ტურიზმი მინდა გამოვყო განსაკუთრებულად, ვინაიდან არც ერთ სხვა დარგს საქართველოში არ მოაქვს იმდენი სავალუტო შემოსავალი ქვეყნისთვის და არ ასაქმებს იმდენ ადამიანს მცირე და საშუალო ბიზნესში, როგორც ეს არის ტურიზმის შემთხვევაში. ტურიზმი არის და კიდევ უფრო უნდა გამტკიცდეს ტურიზმის ინდუსტრიის იმიჯი, როგორც სტრატეგიული დარგი საქართველოსთვის, ვინაიდან საქართველოს ტურისტული იმიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის. ტურიზმის მიმართულებით ჩვენ ბოლო თვეებში უკვე გვაქვს დადებითი დინამიკა, აპრილის თვეში უკვე შეჩერდა ვიზიტორების კლება და 0.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რომელიც მცირეა, მაგრამ უკვე ძალიან იმედის მომცემი და უნდა აღინიშნოს, რომ ვახორციელებთ ძალიან ინტენსიურ კამპანიას 9 მიზნობრივ ბაზარზე, ეს არის აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ლატვია, უნგრეთი და ისრაელი და რუსეთი. ასევე ევრონიუსზე დაწყებული არის 21 კვირიანი სარეკლამო კამპანია, რომელიც კიდევ უფრო მოიმატებს მომავალ დღეებში. საქართველოს მონაწილეობას იღებს 20 საერთაშორისო და 2 ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში. ქვეყანა მასპინძლობს 40 პრეს და გაცნობი ტურს, ამ ყველაფრის ბიუჯეტი გამოყოფილია და ხორციელდება ასევე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩამოწერილია მთელი რიგი სამუშაოთა გეგმა და ხორციელდება ეს გეგმა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ასევე მასშტაბური ტრენინგები მიმდინარეობს და EBRD-ის ღონისძიების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს მოხალისეთა ტრენინგი და საქართველოში ასევე წერს ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რაც ასევე განამტკიცებს საქართველოს იმიჯს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ქვეყნის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ 2017 წელს საქართველოში ჩატარდება
წლიური ევროაზიის სამთო კურორტების კონფერენცია, რაც საქართველოს ტურისტული სამთხილამურო კურორტების იმის ასევე კიდევ ერთხელ განამტკიცებს. ტრანსპორტის მიმართულებით არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და წელს ძირითადი სამუშაოები საქართველოს მონაკვეთზე დასრულდება. მომავალი წლის პირველ ნახევარში პრინციპში პროექტი გაშვებული იქნება, რაც საწყის ეტაპზე 5 მილიონის ტვირთის გამტარუნარიანობას მოუმატებს საქართველოს სატრანსპორტო კორიდორს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მთელი რიგი პროექტები ხორციელდება არსებული პორტების მიმართულებით, ბათუმის და ფოთის პორტებში. წელს ყულევის პორტის ბრუნვამ ძალიან მნიშვნელოვნად მოიმატა და ასევე ხორციელდება და დასასრულს უახლოვდება ინტერესთა გამოხატვის პროცესი ანაკლიის ღრმაწყროვან პორტზე. ჩვენ გვაქვს უკვე 2 კონსორციუმი, რომელიც მოკლე სიაში გავიდა უკვე ბოლო ეტაპზე და პირდაპირი მოლაპარაკებების ფაზაში შევდივართ ამ ორივე კონსორციუმთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის სივრცითი დაგეგმარების პროექტი, რომლის უწყებათა შორისი კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ პრემიერ-მინისტრი. სივრცითი დაგეგმარების პროექტი განსაზღვრულია იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირებული ფიზიკური ინფრასტრუქტურის დაგეგმარება მეზობელი ქვეყნების დინამიკის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სხვადასხვა ურბანული ცენტრების განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც განხორციელდება საქართველოში, იქნება განხილული ამ მთლიანი სივრცითი დაგეგმარების კონტექსტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მშენებლობის და სივრცითი დაგეგმარების კოდექსზე მუშაობა და კერძო სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან განხილვის პროცესი უკვე გავლილია და წარმოდგენილი იქნება უახლოეს დღეებში პარლამენტში განსახილველად. ასევე სახელმწიფო ქონების მართვა და პრივატიზების კუთხით წელს საქართველოს პრივატიზების მიმართულებით უკვე სახელმწიფო ხაზინაში შემოსულია 83 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი უკვე აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს და ეს აჩვენებს იმას, რომ მართლაც დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს პრივატიზაცია. მთელი რიგი ობიექტებისა, რომელსაც აღარ შეგაწყენთ, გამზადებულია, მთელი იურიდიული პროცედურები გავლილია. უახლოეს დღეებში მოხდება ძალიან ინტენსიურად ამ ყველა ობიექტის გამოტანა უკვე ზოგის აუქციონზე, ზოგის პირობიან აუქციონზე და ასე შემდეგ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად 2987 დევნილ ოჯახს გადასცა მუდმივ საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში და მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ვიტყვი ასევე, რომ 17 ივნისამდე სრულდება და წარმატებით მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარებულია. დღეს მიმდინარეობს უკვე სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სპეციალური მიმღებების შესყიდვა და პრინციპში პროექტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის მოკლედ რაც შემეძლო მეთქვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ალბათ კოლეგების მოხსენების მერე დაისმება შეკითხვები. მადლობა ბატონო გიორგი. კი ბატონო, ჩვენ ესეთი იმით წავიდეთ